ისლამისტური ორგანიზაცია ჩრდილოეთში და სამხრეთში, ისრაელის ჩრდილოეთში და სამხრეთში, ლიბანში არის ჰეზბოლა, ანუ ალაჰის პარტია და სამხრეთში არის ჰამასი. ორივეს პატრონაჟს უწევს ირანი, ხო, ეს ცნობილი ამბავია. დღეს რაც ხდება ახლა ღაზის სექტორში, ხო, ეს თუ დიდხანს გაგრძელდა, აუცილებლად ამას ძალიან ცუდი პროცესები მოყვება. დრო ისრაელზე არ მუშაობს, ეს არის ფაქტი. ეს ძალიან კარგად ესმის ჰამასის ლიდერებს და ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დროში გაწევლონ ეს, რომ მთელი ისლამური სამყარო მერე ჩაერთოს ამ საკითხში. თუ ირანი რაიმე ხელს გამოიღებს, ვერ გეტყვით ახლა ის იზამს ამას თუ არ იზამს, აუცილებლად მოყვება ისრაელ-ირანის დაპირისპირება და ისრაელ-ირანის დაპირისპირებას აუცილებლად მოყვება ამერიკის შეერთებული შტატების ჩართვა ამ საკითხში. ამერიკის შეერთებული შტატების ჩართვა უკვე ნიშნავს, რომ საქართველოც მე 3 წლის წინ განვაცხადე ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში თქვენ სტუდიაში ძალიან ხშირად ვისაუბრე ამ თემაზე, ჩვენ შეიძლება ძალიან დიდ გაუგებრობაში აღმოჩნდეთ. ძალიან ცუდ გაუგებრობაში. ამიტომ არის ჩვენთვის საინტერესო ეს საკითხი და სამწუხაროდ ამის ანალიზი არ ხდება ინფორმირება ჩვენი საზოგადოების. იქ არის ძალიან ბევრი დაპირისპირებული მხარე არის, თქვა, შიდა პალესტინური. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ომი თვითონ შიგნით ისრაელისათვის, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ფებრუარში იქ არჩევნები არის კნესეთის, იქ ორი წამყვანი პარტია არის, დღევანდელი მმართველი კადიმა და ოპოზიციური ლიკუდი. კადიმას სახელი გაუწყდა ძალიან, როცა ლიბანში ჰეზბოლასთან ფაქტურად ომი ვერ მოიგო ისრაელმა და ეს ფაქტურად ჩავარდნად გამოცხადდა. ეს ნიშანდობლივია სხვათა შორის ჩვენთვის, თვითონ საქართველოსო, რომ ჩვენთან დღესაც კი ტაბუდადებული თემა არის ქართულ არმიაზე საუბარი. არ და უნდა ვისაუბროთ, ისრაელის არმიაც კი გააკრიტიკეს, ქარცეცხლში გაატარეს ისრაელის არმია. თუმცა მას ომი არ წაუგია, მაგრამ ქარცეცხლში გაატარეს, იმიტომ რომ ისრაელის არმიამ ომი ვერ მოიგო. ხო? ამას მოყვა ძალიან სერიოზული საკადრო ცვლილებები, ძალიან სერიოზული ცვლილებები ისრაელის სამხედრო სტრატეგიასა და ტაქტიკაში. აბსოლუტურად სხვა თემით მუშაობს დღეს ისრაელის არმია ღაზის სექტორში. მოგეხსენებათ, ისრაელს ყავს ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში პირველხარისხოვანი არმია, ხო? ახლა მე რო გითხრათ, დღეს რომ ისრაელის არმია დაიძრეს აღმოსავლეთით, ჩინეთამდე მისი გამჩერებელი არავინ არ არის. აი წმინდა ისეთი პოტენციის თვალსაზრისით ვამბობ. ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც პოტენციით ძლიერია და შეიძლება ამ კლასიფიკაციაში გავიყვანოთ, ეს არის თურქეთის არმია, თორემ სხვა ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში ისრაელის არმიას ვერ დაუდგება. მიუხედავად ამისა, ძალიან სერიოზული კორექტივები შეიტანეს მათ და იქ ძალიან მძიმე ვითარება არის, ახლა ღაზაში იქ მშვიდობიანი მოსახლეობა იხოცება, მოგახსენეთ, ძალიან პატარა ტერიტორიაზე ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი ცხოვრობს. და ისე გავაგრძელოთ შიდა ის ებრაული თქვა საარჩევნო ამბავს, კადიმამ შეიძლება მოიგოს, თუ ახლა მოიგებს ამ ომს, მაშინ კადიმა გაიმარჯვებს არჩევნებში, ეს ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია ლიკუდი წააგებს, იმიტომ ლიკუდი არის ერთ-ერთი მთავარი აკრიტიკებელი დღევანდელი ხელისუფლების. მე ერთი რამე მინდა ძვირფასო მეგობრებო, გითხრათ გუშინ ძალიან საინტერესო რამ თქვა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქალბატონმა ციპი ლივნიმ, ეს ჩვენ გასაგონად ძალიან საინტერესოა რომ გავითვალისწინოთ. მოგეხსენებათ, ახლა მთელი ევროპა ჩავიდა გუშინ იქა სარკოზის და სააკაშვილს არ ჩაუშვებენ, იმიტომ რომ ცუდი ფეხი აქვს ნამდვილად და რა ესაქმება იქ. და მათ მიმართა ძალიან მარტივად. ამ ქალბატონმა ძირფასო ქართველობა, ამ ქალბატონმა თქვა ძალიან საინტერესო რამ. ომს ჩვენს გარდა ვერავინ ვერ მოიგებს. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ მათ აქვს მარტო საკუთარი თავის იმედი, განსხვავებით ჩვენგან, რომლებსაც ქართველებს საკუთარი თავის იმედის გარდა გვაქვს ყველას იმედი. ომს ისრაელი თავის საკუთარი ძალების გარდა ვერ მოიგებს. და ძალიან ცხადად არის ნათქვამი, საკმაოდ ცივად მიიღეს რუსული წინადადება შუამავლობისა, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ისრაელი ვერ პატიობს რუსეთს ჰამასის ზარზეიმით მიღებას მოსკოვში, ხო, ამიტომ რუსები გამორიცხეს ამ სიტუაციიდან, ახლა რუსები ცდილობენ, რომ მშვიდობის ყოფილებისა და მშვიდობის მქნელების იმიჯში დაიბრუნონ, ან შეინარჩუნონ თუ რაც უნდა ქნან, ამიტომ ებრაელებმა გამორიცხეს
წმინდა ადამიანურ თვალსაზრისით ხო მე ისლამის სპეციალისტი ვარ, აღმოსავლეთმცოდნე ვარ. მაგრამ აი განწყობა ჩვენ საზოგადოებაში აშკარად არის ისრაელის მხარეზე, იმიტომ რომ ისრაელი მაინც პატარა ქვეყანაა, მიუხედავად თავის პოტენციალისა და ის იცავს თავს. მაგრამ ფაქტი. ლევაბატია სამოს მაყურებელი შემოვიყვანა. ჩვენ იქ კომპიუტერზე გვაქვს პრობლემა, მე მგონი მეორე ბლოკში შემოვა SMS-ები. მაყურებელი შემოვიყვანა და რეკლამის შემდგომ გავხსენეთ პასუხი. ისმენ დიახ ესეჩკა. გამარჯობა ბატონო დავით. დიახ მოგესალმებით. გამარჯობა ბატონო გუბა. გამარჯობა. ბატონო გუბა საქართველოს საამაყო შვილი ბრძანდები. დიდი მადლობა ჩვენგან. დილოს ავახალწევ ისურვო დედიერება. ჩემ დავითსაც ასევე უსურვო დედიერება და ჯამთვალო. ბატონო დავით. ხელთან მაქვს პატარა შეკითხვა. ბატონო ოღონდ რაფერეთი გულზე ხელი დაიდევით და სიბასლი მიხარით. ხაზი ვერა გუბას აუხსა შეკითხვა. იდებული აქვს გუბას, იდებული. აი რა შეკითხვა მაქვს ბატონო დავით? აი მომისმინე. კიდე არის. პირველ რიცხვში ყველა უყურებდა ალბათ შოუებს, რაღაცებს და მე თქვენ ტელევიზიას უყურებდი. როცა უყურებდი ტელევიზიას, საღამოს თქვენ აჩვენებდით 7 აგვისტოს მოვლენებს. აი 7 აგვისტოს მთელი წლის კოლაჟი იყო. უკომენტარი სამსაათიანი ფილმი გავუშვა. ხო, კოლაჟი იყო, აჩვენებდით თქვენ. მე რო უყურებდი, ბოლო იყო, როცა ცოზარ სუბარი გამოდიოდა. 20-ში იყო და იმიტომ. ხო. აი ეს რო გამოდიოდა უცბად შეწყდა ეს გადაცემა. მაგათ მე უყურებდი ასე. უცბად შეწყდა, იგი კაცი პირი ხოდა გაღებული და უნდა კიდე რაღაცა ეხვა და აი შეწყდა გადაცემა. მე ეჭვი შემეპარა რაღაცა ის რომ თქვენ ვიღაცა მან დაგემოსა და რაღაცა და ამიტომ თქვენ გათიშეთ და მე სულ ცეკვები იყო თქვენ ვინმე ხვალ დაგემუხრა და რაღაცა ხვალ გისრა ბატონო ვანოს რეკლამის შემდგომ პასუხს მიიღე. ბატონმა გუბანმა ბრძანა რომ მეგაცვენ პასუხს ოდა. თქვენ დაგაკმაყოფილებს ეს გაუგებარი. ზურფასო ბატონო. მოგმართოთ ის დარეკეთ ახლა. მე ფილმის თქმა შემიძლია დანამდვილებით ახლა ბევრ რაღაცაზე ვერ გამოვიდებ თავს, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ რომ დავით აკუბარდია არის სამწუხაროდ ძალიან იმ მცირეთაგანი ჟურნალისტებისა, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. არ მინდა ახლა აფიშირება ამ ტელევიზიით, არც მანდამაინც კარგი ადვოკატი გამოდგები კავკასიის, მაგრამ დავით აკუბარდიას რამოდენიმეჯერ ისეთ სიკეთეებზე აქვს წყალებში. ნათქვამი უარი რომ მერწმუნეთ ძალიან ცოტა გაუძლევდა ამ სტუნებას, ამიტომ მერწმუნეთ დანამდვილებით გეუბნებით რომ დავით აკუბარდიაზე ზემოქმედება ერთოფრთული საქმეა. ყოველ შემთხვევაში საქართველოში არ მეგულება მე ადამიანი, რომელსაც შეუძლია დავით აკუბარდიაზე ზემოქმედება იქონებს და არ ვიცი ატომურ ბომბს შეძლებს კავკასიის ატომურ ბომბს არ ფლობს ჯერმისის საერთაშორისო. თქმა მინდოდა ნამდვილად თავი მოვალედ ჩავთვალ. დიდი მადლობა ბატონო გუბერნატორ, წინდა ტექნიკურადაც შეხედეთ უგნებას. თავარი საფრთხე იქ ძენ. ნახეთ ეს გამეორებით იყო და ეს მეორე დღესაც გავიმეორე ჩვენ. ის ცოტა ბრაკეტი გაგვიერთდა და არენდერებით ცოტა მაგაიკარდა მაგრამ ხმერის სუბარის ნათქვამი ის რაღაც თავება ვანო მერაბიშვილი რა პრობლემა კიდე მოიწევს სუბარს და გაუმეორებ. არა, თავი ითქვა და წელი დასრულდა აი ამ სუბარის განცხადებით ვანო მერაბიშვილის გუნაფში ასაბეს სიბინძურე ატრიალებდა და თავი ითქარით ამ გადაცემაში და მე აი სამსაათიანი გამოსვლის გასება მეგონი არ იყო სწორი და ეს იყო უკომენტარო და უკომენტარო გაჩერდა იქ სადაც უბარმა თქვა რომ ვანო მერაბიშვილი და სხვა კრიმინალები ბინძურ რაღაც ფერმას ადგენენ ადამიანები როგორ დაესახიჩრებოდნენ. თავარი მიიღეს ინფორმაცია. ეს იყო ბალ. როდის ბატონო გუბას აი თავაზე გადავიდეთ თქვენ მიანიშნეთ რომ თუკი ესე ვთქვათ ინტერნაციონალიზაცია მოხდა ამ პრობლემისა, პოტენციური საფრთხის შემცველი არის კავკასიისთვის და საქართველოსთვის. მე არ ვიცი ეხლა ხაბზე დაჩა, მე მგონი ბურს თავის კაბინეტში ჟდომისა. ეხლა ნამდვილად არ მოხდება ეს ესკალაცია და მის აუსრულებელ ოცნებას ვერ ასრულებს და իրას ვერ დაასწრებს.
ეგრება აცაგოდეს ამ ისეთი გლობალური კატაკლიზმები. მე იმედი მაქვს, თავის ბატონო, მე როცა ვსაუბრობ მოსალოდნელ ხიფათებზე, ეს არ ნიშნავს აუცილებლად მოხდება. მოსალოდნელ პროცესს ნიშნავს